რომ ყველა ეს იერარქია და ხვიდე, ესე იგი, მაღალ საფეხურზე. შესაბამისად, ხელფასიც იზრდება და იზრდება. დავიწყეთ ახლა 1300-დან და ნელა მერე ემატება, ხო? და გააჩნია რა ობიექტზე ხარ და რამდენი ობიექტი გაბარია. თუ მაგალითად ბრენდ შეფი ხარ და მაგალითად რაღაც ქსელური გაბარია 5 ობიექტი ან 6 ობიექტი, მაგასაც გააჩნია რა, მაგრამ როგორც წესი, საინტერესო არის ესა მესმის რომ რამდენს ბოლოში რა ხდება, ხო და თუ ვთქვათ მაგალითად, აი მინიმუმ 1 0 მოგემატება რა. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. მინიმუმ 1 0 მოგემატება. საიდანაც დაიწყებ. მაგრამ ნახე როგორ რაღაც არის. შენ თუ მაგალითად გახსენი ერთი ობიექტი, ხარ ბრენდ შეფი, ეგზეკუტივ შეფი არის ობიექტზე, სხვადასხვა პოზიციები დალაგებულია მეტნაკლებად და გაქვს პირობითად 5000 ლარი ხელფასი რა. და შემდეგ გაიხსნა მეორე ობიექტი, სადაც შენ იქნები ბრენდ შეფი. საშუალოდ 33% ემატება ხოლმე ამ 5000. მეორეს რო გახსნი. თუ მე კიდე მესამეს გახსნი, მეოთხეს გახსნი, მეხუთეს და 10 და 30 შესაბამისად იზრდება. ეხა რაც შეეხება working hours რაც არის, ხო? ბრენდ შეფი ობიექტზე არ არის, როგორც წესი, არის ხოლმე executive შეფი და დანარჩენი თანამშრომლები. ხვევით. ბრენდ შეფი არის ადამიანი, რომელიც მაგიტომ ამბობ, ანუ შეიძლება ქსელის მეთვალყურე, იგივე მენეჯერი გამოდის რა, პრინციპში რო ვთქვა. მენეჯერი, სამზარეულოს მენეჯერი, იგივე გამოდის ეს. ასე რომ ეს არის იერარქიები, არ ვიცი რამდენი წუთი მიმდინარეობს ჩაწერა, მოდი აქ ნელა ბოლოში გავალ, რადგან პირველი საუბარი არის. მეორე საუბარი რა უნდა იყოს, ჯერ არ ვიცი, კომენტარები დამიწერეთ, გააზიარეთ ეს ვიდეო აუცილებლად, რომ ნახოს ბევრმა ადამიანმა და უფრო და უფრო საინტერესო იქნება მეორე ვიდეო, მესამე ვიდეო. შემდეგ მე ამ არხზე სხვადასხვა განვითარებებიც შეიძლება იყოს, როგორც ახლა YouTube არის, це YouTube მიმართულება ცოტა გართობა ცოტა ისა, მაგრამ ძირითადი ხაზი ჯერჯერობით ეს არის საუბარი აი ამ თეორიულ სწავლებაზე, კულინარიის მიმართულებით. აბა დროებით. მურჩ